მოგესალმებით. ახლა მე მინდა ჩავწერო ვიდეო თემაზე ცივი ომი. ცივი ომის დაწყების პერიოდი, რატომ დაიწყო, ვის შორის დაიწყო და როდის. ჩვენ წინა გაკვეთილებზე თემები იყო ჩავწერეთ მეორე მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იწყება ცივი ომი. ორი ზესახელმწიფო გამოვლინდება მეორე მსოფლიო ომის დასრულების ბოლო მოვლენების შედეგად ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი, რომელთა შორისაც იწყება ცივი ომი. 1945 წელს, ანუ როგორც კი დასრულდა მსოფლიო ომი, 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის დაშლამდე მიმდინარეობს ეს პროცესი. 1951 წელს ატლანტიკის ქარტია იქმნება, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირი შეუერთდება. ცივი ომის დაწყების ორი მთავარი მიზეზი არსებობს. პირველი ეს არის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა ღია მსოფლიო ბაზარი, ხოლო მეორე იყო საბჭოთა კავშირმა დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა, ანუ გაწითლება. რკინის ფარდა ეს ტერმინი გამოიყენა ჩერჩილმა ფულტონში 1946 წელს მარტში, როდესაც უკვე გამოჩნდა ორ პოლისად გაყოფა მთელი, ასე ვთქვათ, მსოფლიოსი. შეკავების პოლიტიკა, ანუ დოქტრინების პოლიტიკა იწყება, ეპოქა იწყება, შეკავების პოლიტიკა, ჯორჯ ქენანი, ეს იყო ელჩი მოსკოვში 1946 წელს, გრძელი ტელეგრამა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შეჩერებისაკენ. ტრუმენის დოქტრინა არის შემდეგი 1957 წელს, რომელიც ითვალისწინებდა კონგრესს თხოვდა 400 მილიონს საბერძნეთის და თურქეთის დასახმარებლად, საბჭოთა კავშირის გასაჩერებლად და გააჩერეს საბჭოთა კავშირი. მარშალის გეგმა არის შემდეგი, რომელიც ჯორჯ მარშალმა შეიმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო, 1957 წელს შესთავაზა დანგრეული ევროპის აღდგენის გეგმა და ამ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკით უნდა და მიზანი იყო მარშალის გეგმის მთავარი ეკონომიკური კრიზისიდან დაძლევა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პროცესიდან გამომდინარე. ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1958 წელს ერთი კაკლის ორი ლებანი, ეს ტრუმენის, ასე ვთქვათ, გამონათქვამი არის. 1958-52 წელს 14 მილიარდი მიიღო ევროპამ მარშალის გეგმით, ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო შეიქმნა, საბჭოთა კავშირმა 1950 წელს ამ გაერთიანებაში შედის, შევიდნენ სოციალისტური ქვეყნებიც, 1958 წელს ჩეხოსლოვაკიაში ბენეში შეცვალეს გოტვალდით, 1958-59 წელს ბერლინის ბლოკადა განხორციელდა, 1959 წელს 4 აპრილს 12 ქვეყანამ შექმნა ნატო. 1955 წელს 14 მაისს 8 ქვეყანამ ვარშავის პაქტი წარმოადგინა, 59 წლის აგვისტოს საბჭოთა კავშირმა გამოსცა და ატომური იარაღი. 1959 წლის 1 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სათავეში მაო ძედუნი ჩაუდგა, გარიცხეს გაეროდან. 1955 წელს კორეა გაიყო ორად 38 პარალელზე, ჩრდილოეთ კომუნისტური, სამხრეთ კაპიტალისტური ნაწილად. 1950-53 წლებში კორეის ომი, ცისფერჩაფხუტიანები პირველად ამ ომში, ასე ვთქვათ, იღებდნენ მონაწილეობას. მათ ცისფერი ჩაფხუტი ეხურათ და ამიტომ უწოდეს. სიატო, ეს იყო 1954-77 წლებში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის კავშირი. ბაღდადის პაქტი იქმნება, მერე ცენტო 1955-78 წლებში. რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს 50-60-იან წლებში, კარიბის კრიზისი, კარიბის კრიზისზე უნდა ვისაუბროთ, ვიეტნამის ომზე უნდა ვისაუბროთ.
1957 წელს საბჭოთა კავშირმა გამოუშვა პირველი ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში. 1961 წელს იური გაგარინი კოსმოსში პირველად გაფრინდა. შემდეგ უნგრეთის აჯანყება საბჭოთა კავშირმა ჩაახშო. 1959 წელს მშვიდობიანი თანაარსებობა ხრუშოვმა შემოიღო. 59 წელს ფიდელ კასტროს რევოლუცია კუბაზე განხორციელდა. 62 წელს მაისის საბჭოთა კავშირმა ატომური იარაღი კუბასთან, ასე ვთქვათ, წარმოაჩინა და შექმნა დიდი საშიშროება. 62 წელს 62 წლის ნოემბერში კარიბის კრიზისი მშვიდობით დასრულდა. 1954 წელს განხორციელდა ვიეტნამის ომი, ორად გაიყო მე-17 პარალელზე. ჩრდილოეთში კომუნისტური პარტია დამყარდა ხოშიმინის მეთაურობით, სამხრეთში კაპიტალისტური. 1964 წელს ტონკინის კონფლიქტი განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატები ვიეტნამის ომი დაიწყო. პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი იყო. 1973 წელს იანვარში პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ მოსთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარების გამოყვანა. ამერიკის შეერთებული შტატები დამარცხდა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონიარის აქ. როდესაც მე-20 საუკუნის 70-იან წლები იწყება, უკვე შეიარაღებაზე ზრუნავენ. ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის კონფერენციები იმართება. 1973-75 წლებში ჟენევის კონფერენცია წარიმართა. 75 წლის 1 აგვისტოს მიიღეს ჰელსინკის აქტი. 10 ძირითადი პრინციპი საბჭოთა კავშირი შეუერთდა კავშირს აქტს. 1992 წელს ჰელსინკის აქტს შეუერთდა საქართველოს. 95 წელს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია შეიქმნა. 1971 წელს ჩინეთი აღადგინეს გაეროში. 1979 წელს დეკემბერში საბჭოთა კავშირმა ჯარები შეიყვანა ავღანეთში. გაერომ გამოაცხადა ოკუპანტად და ემბარგო დაუწესა. 1989 წელს საბჭოთა კავშირმა ჯარები გამოიყვანა ავღანეთიდან და ამ ომში დამარცხდა კიდევაც. რაც გარდამტეხი გახდა ცივი ომის, სწორედ ჩაეყარა საფუძველი ცივი ომის დასრულებასაც. ანუ უკანასკნელი სისხლიანი ომი სწორედ ეს იყო ავღანეთის ომი. 1979 წელს დაწყებული, დასრულდა 1989 წელს და საბჭოთა კავშირი მარცხდება. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადას მსოფლიო ბოიკოტი გამოუცხადა. კარტერის დოქტრინა განხორციელდა. 1980 წელს საბჭოთა ექსპანსიის აღკვეთა ძალით. 80 წელს ნატოს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა განხორციელდა. 1991 წელს რეიგანი პრეზიდენტია საბჭოთა კავშირს უწოდა ბოროტების იმპერია. 1985 წელს საბჭოთა კავშირის მეთაური ხდება მიხეილ გორბაჩოვი. იწყება საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრები უმაღლეს დონეზე. 1985 წელს ჟენევის შეხვედრა, 6 წელს რეიკიავიკის შეხვედრა, 88 წელს მოსკოვის, 90 წელს პარიზის და 91 წელს მოსკოვში, ისევ რომლითაც გადაწყდა 90 წელს ნოემბერს პარიზის შეხვედრაზე. 32 ქვეყანამ ხელი მოაწერა ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებას. ოფიციალურად ითვლება ცივი ომის დასრულების თარიღად 90 წელი. 91 წლის ივლისში გორბაჩოვ-ბუშის უფროსის შეხვედრა მოსკოვში. ბოლო იარაღი უნდა შემცირებულიყო. ეს ბოლო შეხვედრა იყო, იარაღი უნდა შემცირებულიყო 30-40%-მდე. ცივი ომის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ანუ გაერო იქმნება, შეიქმნა ღერძის ქვეყნების წინააღმდეგ. 1953 წელს შემოდგომაზე მოსკოვის საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა განხორციელდა. შეთანხმდნენ ერთა ლიგის ახალი ფორმით აღორძინებაზე. 1954 წელს შემოდგომა ვაშინგტონში დუმბარტოს ოქსის ვილაში კონფერენცია შემუშავდა გაეროს წესდების პროექტზე. 1955 წელს 26 ივნისს სან ფრანცისკოში
50 ქვეყანამ ხელი მოაწერა გაეროს დაფუძნებას მიზანი მომავალი თაობების დაცვა ომისგან. 45 წლის 24 ოქტომბერს მოხდა რატიფიკაცია და ძალაში შევიდა, ამიტომ ეს დღე ითვლება გაეროს დაფუძნების დღედ. 24 ოქტომბერი 1945 წლის. 1992 წელს საქართველო გახდა 179 წევრი გაეროსი. მთავარი ფუნქცია მშვიდობის დაცვაა. გაეროსი ცისფერე ჩაფუტიანები, ანუ მშვიდობის მყოფელები, გაეროს ჯარები არის. მთავარი ორგანოებია გენერალური ასამბლეა, იკრიბება წელიწადში ერთხელ. სათავეში გენერალური მდივანი არის, 5 წლით ირჩევა, ორჯერ შეუძლიათ არჩევა. უშიშროების საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, შედგება 5 მუდმივი ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, აი ამ სახელმწიფოების წევრებისაგან და 10 დროებითი წევრისაგან 2 წლით ირჩევა. უშიშროების 5-ვე მუდმივ წევრს აქვს ვეტოს უფლება. საერთაშორისო სასამართლო ჰააგის სასამართლო განიხილავს სახელმწიფოთა შორის დავებს 15 მოსამართლეს სხვადასხვა ქვეყნებიდან. იუნესკო გაეროსთან არსებული ორგანიზაცია, განათლების, კულტურის და მეცნიერებას კურირებს. იუნისეფი კი ეხმარება განვითარებად ქვეყნებს ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ეკონომიკის განვითარებისათვის არსებობს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო სავალუტო ფონდი. უიტო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არის. ეუთო. ევროპის ინტეგრაციას რაც შეეხება 1950 წლის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა შესთავაზა გერმანიას ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის ერთობლივი მართვა. მიზანია ასე ვთქვათ, ამ ომის აღარ იქნებოდა მათ შორის, აი ამ ევროპის ინტეგრაციის მთავარი მიზანი ეს იყო. 1952 წელს სამთამადნო კავშირი შეიქმნა, შევიდნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ბენელუქსის ქვეყნები, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი. 1957 წელს ამ 6 ქვეყანამ შექმნა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა რომში. აგრეთვე ატომურ დარგში თანამეგობრობა ევრატომი. 1967 წელს ეს სამი ორგანიზაცია გაერთიანდა და ეწოდა ევროპის თანამეგობრობა. 1973 წელს დიდი ბრიტანეთი დაემატა. 1993 წელს მასტრიხტის ხელშეკრულება, ანუ ევროპის კავშირი შეიქმნა. 2004 წელს ყველაზე მეტი წევრი დაემატა, დღეს 28 წევრია. აღმასრულებელი ორგანო ევროკავშირში არის კომისრებს ნიშნავენ წევრი ქვეყნების მთავრობები. რეზიდენცია ბრიუსელში არის, აგრეთვე ლუქსემბურგში. საკანონმდებლო ორგანო არის მინისტრთა საბჭო, რომლებიც წევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისგან შედგება. ევროპარლამენტი, რომლის მნიშვნელოვანი ორგანოა, შეუძლია აიძულოს კომისია გადადგეს. ევროპის სასამართლო აკონტროლებს ხელშეკრულებებისა და მოთხოვნების შესრულებებს. ვალუტა, ანუ ევრო, მათი ევროკავშირის მთავარი არის კუპიურა. ლისაბონის ხელშეკრულება 2007 წელს უწოდებენ ევროკავშირის კონსტიტუციის შემცვლელს და მსოფლიო კოლონისტური სისტემის დაშლა დეკოლონიზაციაზე მინდა ვისაუბრო. 19 საუკუნის მიჯნაზე ჩამოყალიბდა კოლონიური სისტემა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამანდატო კომისიამ, ანუ ერთა ლიგამ დამარცხებული ქვეყნების კოლონიები გადასცა სამართავად გამარჯვებული ქვეყნებს რამდენიმე წლით. მეორე მსოფლიო ომის დროს იწყება აზიურ ქვეყნებში გამათავისუფლებელი მოძრაობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დეკოლონიზაციის მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი.
1957 წელს იწყება შავი აფრიკის დეკოლონიზაცია. 1960 წელს აფრიკის დეკოლონიზაცია მასობრივი გახდა. 17 ბრიტანული, ფრანგული და ბელგიური კოლონია გათავისუფლდა. 1962 წელს გაერომ შექმნა დეკოლონიზაციის სპეციალური კომიტეტი. 55 აფრიკული სახელმწიფო გაჩნდა და დღესაც ჩნდება ზღვის გადაღმა დეპარტამენტები, მაგალითად საფრანგეთის გვადალუპა და მარტინიკა, კარიბის ზღვაში და სხვა. მესამე სამყაროს რაც შეეხება ტერმინი მესამე სამყარო ფრანგი დემოგრაფი ალფრედ სოვის უკავშირდება 1952 წელს მიუმხრობლობის მოძრაობა მესამე სამყაროს ქვეყნებმა შექმნეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნერუს ხელმძღვანელობით არ ემხრობოდა არც საბჭოთა კავშირს ცივი ომის დროს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ მესამე სამყარო ამიტომ ჩნდება ეს ტერმინი. 1961 წელს ოფიციალურად გაფორმდა ბელგრადში როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია. 70-იან წლებიდან ამერიკა მესამე სამყაროს დაუწყო ფულით დახმარება და ეს ორგანიზაცია დაიშალა. მესამე სამყაროს დღეს მიეკუთვნება აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი. საქართველოს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში და რეპრესიების ხანა ამ თემაზე მინდა ვისაუბრო და საქართველოს როგორ მოიპოვა დამოუკიდებლობა ცივი ომის დასრულების შემდეგ. 1921 წლის 16 დეკემბერს რკპ-ცკ, ანუ იგივე რეკომენდაციით სოხუმსა და თბილისს შორის დაიდო სამოკავშირო ხელშეკრულება. აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში, სახელშეკრულებო რესპუბლიკა გახდა. ეს არის ფართო ავტონომია. 1931 წელს ეწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 1921 წელს ივნისში აჭარას მიეკუთვნა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. თურქეთი და რუსეთი ავტონომიის გარანტები გაუხდნენ ამ საკითხს. აჭარას 1922 წელს აპრილში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აქ ქართული რეგიონებიც, ასე ვთქვათ, უჭერდნენ. ქართული რეგიონი არის ეს ავტონომიური ოლქი. 1988 წელს გაიხსნა როკის გვირაბი, ოსებს ხელფეხი გაიხსნათ უკვე. 1922 წელს სექტემბერში სტალინის გეგმა ავტონომიზაციის შესახებ გაფორმდა. ქართველებმა კომუნისტებმა ბუდუ მდივანის მეთაურობით ეს უარყვეს. 1922 წელს დეკემბერში ლენინის გეგმით საბჭოთა კავშირი, ანუ რუსული, უკრაინულ, ბელორუსულ ამ კავშირს სფსრ უწოდეს. 4 რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის 1922 წელს დეკემბერს საბჭოთა კავშირამდე შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის სოციალისტური რესპუბლიკა. ამასაც დაუპირისპირდნენ ქართველი ბოლშევიკები. ქართველ ბოლშევიკებს ეწოდათ ნაციონალ-კლონისტები, ეროვნულ გადამხრელები პარტიაში. 1927-38 წლებში სტალინმა ყველა დახვრიტა ეს ნაციონალ-კლონისტები. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, ანუ ლენინის მეშვეობით ნეპი შეიქმნა. 1924 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სცნეს საბჭოთა რუსეთი. 1922 წელს აპრილში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, იგივე დამკომი, პარიტეტული კომიტეტი. 1922 წელს აჯანყება ფშავ ხევსურეთში ქოჩელოყაშვილი დამარცხდა. სამხედრო ცენტრი შეიქმნა 1922 წლის მარტში ჩავარდა და მოგვიანებით დახვრიტეს. 24 წელს აგვისტოში აჯანყება საქართველოში ერთი დღით ადრე დაიწყო, ჭიათურაში ჩავარდა და დამარცხდნენ. ეს 24 წლის აჯანყებაც ჩაიხშო. მასობრივი დახვრეტები განხორციელდა ამ პიროვნებებზე. შემდეგი რეპრესიების ხანა იწყება.
1936 წლის 5 დეკემბერს სტალინური კონსტიტუცია საქართველოს СССР ცალკე შევიდა ССРК-ში 1937-38 წლებში განსაკუთრებით დიდი რეპრესიები მიმდინარეობს. შეეწირნენ მიხეილ ჯავახიშვილი, მწერალი სანდრო ახმეტელი, თეატრის დამაარსებელი რეჟისორი ევგენი მიქელაძე, დირიჟორი ვახტანგ კოტეტიშვილი, ეთნოლოგი და სხვა ინტელიგენციის წარმომადგენლები. საქართველოს მდგომარეობა საბჭოთა პერიოდში 1931 წელს საქართველოს კომპარტიის ЦК-ს პირველი მდივანი გახდა ლავრენტი ბერია. 37-38 წლებში ის რეპრესიები საქართველოში ბერიამ მოახდინა. 38 წელს ბერიამ მოსკოვში შინ სახკომის კომისრად ასე ვთქვათ აირჩიეს. 1938-52 წლებში კანდიდ ჩარკვიანი საქართველოში პირველი მდივანი ხდება. 53-72 წლებში ვასილ მჟავანაძე საქართველოში პირველი მდივანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. აი ამ დევიზით 1972-85 წლებში ედუარდ შევარდნაძე ებრძვის ჩრდილოვან ეკონომიკას. 1985-89 წლებში ჯუმბერ პატიაშვილი მოდის ქვეყნის სათავეში, განხორციელდა 9 აპრილი 89 წლის 89-90 წლებში გივი გუმბარიძე იყო. 1985 წელს ედუარდ შევარდნაძე გახდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. 28 ოქტომბერს მრავალპარტიული არჩევნები განხორციელდა საქართველოში, გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა, გვალიმაკი და თავისუფალი საქართველო, თუმცა ბოლომდე დაშლამდე საბჭოთა კავშირში ვართ. 1991 წელს 21 დეკემბერს ალმათის სამიტი საბჭოთა კავშირმა გამოცხადდა დაშლილად 91 წლის 21 დეკემბერს. 1927 წელს კოლხეთის ჭაობების ამოშრობა დაიწყო. ომის წლებში ქალაქ ტაგანროგიდან თბილისში გადმოაქვთ საავიაციო ქარხანა. 1954-58 წლებში რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ფუნქციონირებს. საქართველოში იწარმოება ჩაის 97%, აგრეთვე ციტრუსები. საქართველოში 4 მილიონი ქართველი ცხოვრობდა 1989 წელს. საქართველოს საზოგადოება კულტურა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. მე-20 საუკუნის დასაწყისში დავით სარაჯიშვილის სპირტიანი და უალკოჰოლო სასმელების კომპანია 60-მდე ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდა. დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიაში საფუძველი ჩაუყარა კონიაკის წარმოებას. ბორჯომი გადიოდა ექსპორტზე. მიტროფანე ლაღიძის მეთოდით დამზადებული უალკოჰოლო სასმელები ქარხნები ფუნქციონირებდა. დავით კაჭირაშვილი შეადგინა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნ საცავი სრული აღწერილობა, დაარსა ბიბლიოთეკა და მუზეუმი. 1918 წლის 26 იანვარს 8 თებერვალი ძველით გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი ლექტორი პეტრე მელიქიშვილია, მერე ივანე ჯავახიშვილი. 1922 წელს სამხატვრო აკადემია შეიქმნა. 1917 წელს კონსერვატორია. ეროვნული კულტურა. 1953 წელს 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა. 56 წელს პარტიის მეოცე-ყრილობით ხრუშოვმა დაგმო სტალინის კულტი. 56 წელს 9 მარტს თბილისში დახოცეს მომიტინგე ახალგაზრდები. ამას მოჰყვა გაღიზიანება, არალეგალური ორგანიზაციები. ეს მსგავსი არის 9 აპრილის. ანუ 9 აპრილამდე მსგავსი აი აქ მოხდა. ანუ 1956 წელს 9 მარტს იგივე 9 აპრილი არის. უფრო რომ შედარება გავაკეთოთ. გორგასლიანი, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შექმნა ეს ორგანიზაცია. შემდეგ სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია შეიქმნა. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა კავშირი. ანუ ეს სამი ორგანიზაციაში არალეგალური ორგანიზაცია შეიქმნა. 1961 წელს 22 ყრილობით ხრუშოვმა
ჩამოაყენა ლოზუნგი, რომ საბჭოთა ხალხები ერთმანეთს უნდა შერწყმოდნენ და შექმნილიყო ახალი საბჭოთა ერი. 1960-80 წლებში დაიწერა და გამოქვეყნდა და გადაიღეს დათა თუთაშხია ჭაბუა ამირეჯიბის მიერ თუმანიშვილის და სტურუას სპექტაკლები, კინოსტუდია ქართული ფილმი იღებდა ოთარ იოსელიანის, თენგიზ აბულაძის, ელდარ შენგელარიას შედევრებს. 1976 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, იგივე ჰელსინკის ჯგუფი, ზუსტად გამსახურდია მერაბ კოსტავა ჩაუდგა სათავეში. 1977 წელს დეკემბერში ილიამ მეორე შიოლაშვილი ასაყრდება. 1778 წელს 14 დეკემბერს ენის დასაცავა თბილისში გამოსვლა ენის დღე მიიჩნევა ახალმა 1977 წლის კონსტიტუციამ ქართულ ენას წაართვა სახელმწიფო ენის სტატუსი, ამიტომ გამოსვლა 1978 წლის 14 აპრილს განხორციელდა და დავიცავით ენის სტატუსი. 14 აპრილი დედაენის დღედ არის მიჩნეული. 1978 წელს, 77 წელს და 78 წელს ისევ დავიცავით და ამიტომ მოხდა, ასე ვთქვათ, ამ დღიდან დღემდე აღნიშნავთ 14 აპრილს. 1988 წლის თბილისში გამოსვლები საბჭოთა კავშირიდან გასვლის კანონის გაუქმების გამო. 1989 წლის 4 აპრილი თბილისში გამოსვლები და შიმშილობა აფხაზეთის გამო. 1989 წლის 9 აპრილი დაარბიეს და დახოცეს მიტინგეები. ვისაუბრებ თემაზე პერესტროიკა, საბჭოთა კავშირის დაშლაზე. 1982-85 წლებში ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ იური ანდროპოვი, კონსტანტინე ჩერნენკო, მიხეილ გორბაჩოვი მართავდნენ საბჭოთა კავშირს. 1985 წლიდან მოვიდა 54 წლის მიხეილ გორბაჩოვი. 1989 წელს გორბაჩოვი აირჩიეს საბჭოთა კავშირის პირველ და ბოლო პრეზიდენტად. წამოიწყო პერესტროიკა, ანუ ეგრეთ წოდებული გარდაქმნა, ელასტნოსნი, ანუ საჯაროობა უკავშირდება მის სახელს ასევე. 1991 წელს 26 დეკემბერს მისი გადადგომით საბჭოთა კავშირი დაიშალა. 1979 წლებში საბჭოთა კავშირის წაგებული ომი ავღანეთში, როგორც წეგან აღნიშნე, ეს იყო ბოლო ომი. 1986 წლიდან მშრალი კანონი შეიზღუდა ალკოჰოლური სასმელები. 1988 წელს ნება მიეცათ კოოპერატივების დაარსების დაიწყო კერძო წარმოება, ანუ დააბრუნდა კაპიტალიზმი. 1986 წელს აპრილში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება განხორციელდა. 1990 წელს ბორის ელცინი აირჩიეს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, 12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტად. 1990 წელს 12 ივლისს რუსეთის სახალხო დეპუტატების ყრილობა მიიღო დეკლარაცია რსფსრ-ს სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, რამაც დაუდო საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლას. 1988 წელს დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. 1990 წელს გორბაჩოვის გადაყენების მცდელობამ, ანუ პუტჩი უშედეგოდ დასრულდა. 1991 წელს 21 დეკემბერს ალმა-ათის სამიტზე საბჭოთა კავშირი დაიშალა, როგორც აღნიშნეთ, და 15 დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა. მათ შორის საქართველოსაც მოიპოვა დამოუკიდებლობა. ახლა სოციალური ბანაკის დაშლაზე ვისაუბრებ და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე და დავასრულებ ამ საკითხსაც, ამ ვიდეოსაც. 1961 წლის 1 აგვისტოს ხრუშჩოვმა ააგებინა ბერლინის კედელი. 1961 წელს საბჭოთა კავშირს ჰქონდა შიდა იმპერია, მოკავშირე რესპუბლიკები და გარე იმპერია სოციალისტური ბანაკის ქვეყნები. 1955 წლის 14 მაისს, ანუ 1 მაისს ძველით, ვარშავის პაქტი იქმნება. 56 წელს უნგრეთის ამბოხება, იმრე ნანი ჩაახშვეს ეს აჯანყება, ამბოხება. 1968
წელს პრაღის გაზაფხული განხორციელდა, ჩეხოსლოვაკიამ სცადა გათავისუფლება. აქ ერთხელ გამოიყენეს ვარშავის პაქტის ჯარები. ნიკოლაო ჩაუშესკო, ანუ რუმინეთში იყო დიქტატორი. ამ პერიოდში 1968 წელს ალბანეთი გავიდა ვარშავის პაქტიდან, 79 წელს პოლონეთის ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რომის პაპი იოანე პავლე მეორე, კარლ ვოიტოლა, წარმოშობით პოლონელი იყო. 1980 წელს პოლონეთში შეიქმნა მოძრაობა სოლიდარნოსტი. ლეხ ვალენსა 1989 წელს 27 ივნისი ავსტრიამ და უნგრეთმა მოშალეს საზღვრები, გახდა სოციალურ ბანაკის დაშლის კატალიზატორი, დასაწყისის დაჩქარება. 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევა განხორციელდა, აქაცივი ომის დასრულების სიმბოლო არის ეს მოვლენა. 1990 წელს გერმანიის გაერთიანება მოხდა. 1991 წელს ვარშავის პაქტის დაშლა ოფიციალურად განხორციელდა. 90 წელს გორბაჩოვის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიანიჭეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზეც ვისაუბრებ. 1990 წელს 28 ოქტომბერს უზენაეს საბჭო საარჩევნები არის, ანუ პარლამენტი უზენაესი საბჭო პარლამენტის გაიმარჯვა მგვალმა მაგიდამ თავისუფალი საქართველო. 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა, 87%-მა ხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირიდან გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 91 წლის 18-20 აგვისტოს პუტჩი გორბაჩოვის წინააღმდეგ მოსკოვში უშედეგოდ განხორციელდა, ეწოდა აგვისტოს პუტჩი. 1991 წელს 21 დეკემბერს ალმა-ატის სამი მოკავშირე რესპუბლიკებმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის დაშლა. 91 წლის 21 დეკემბერს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი, ზვიად გამსახურდიას აუჯანყდნენ გვარდიის მეთაური თენგიზ კიტოვანი და მხედრიონის მეთაური ჯაბა იოსელიანი. 1992 წელს 6 იანვარს გამსახურდია ჯერ სომხეთში, მერე ჩეჩნეთში მიდის. 1992 წელს იანვარში შეიქმნა სამხედრო საბჭო, თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა. 1992 წლის მარტში სამხედრო საბჭომ ქვეყნის სამართავად ჩამოიყვანა ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან. 1992 წლის ოქტომბერში 3 წლით აირჩიეს ახალი პარლამენტი, ყველაზე მჭრელი, შედიოდა 26 პარტიის წარმომადგენელი. 1990 წელს შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა ცალკე რესპუბლიკად გამოაცხადა თავი. ჩვენ გავაუქმეთ დაიწყო ომი. 1992 წლის ზაფხულში დაგომის შეთანხმება, კონფლიქტი დაკონსერვდა. 1992 წლის ზაფხული იწყება ომი აფხაზეთში. 93 წლის ივლისში სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ქართულმა მოსახლეობამ დატოვა აფხაზეთი, დაკონსერვდა. საქართველო 1995 წელს და 2000 წლებში პრეზიდენტად აირჩიეს შევარდნაძე. 1992 წლის 21 ივლისს საქართველო გაეროში შედის 179 წევრიას, როგორც ვთქვით. 1994 წელს ნატოს პროგრამის პარტნიორობა მშვიდობისათვის წევრი გახდა. 1999 წლის ევროსაბჭოს წევრი. სუამი, საქართველოს, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა ეს ორგანიზაცია იქმნება. საქართველო წევრია EUTHOS, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, EUTHOS შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის და სხვა. 2003 წელს 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციით შევარდნაძე შეცვალა სააკაშვილმა, პრემიერი ჟვანია გახდა. 2004 წელს მოკლეს. 2008 წელს 5 იანვარს რეფერენდუმით განხორციელდა, მოსახლეობამ ხარი დაუჭირა პროდასალურ კურს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის საქართველოს ომი განხორციელდა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სცნო აფხაზეთი და ოსეთი ავტონომიად. აზერბაიჯანი და სომხეთი და საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები უახლეს დროში ამაზე შემდეგ თემაში ვისაუბრებ. მადლობა.